ეს ვიდეო მინდა ჩაუწერო ერთ ქალბატონს და ასევე იმათაც, ვინც ამ ქალბატონის მსგავსად ფიქრობს. კონკრეტულად ამ ქალბატონმა კომენტარი მომწერა დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოზე, სადაც მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ დოროთე ყურაშვილმა უფლის იგავი ღვაწლისა და ყანის იგავი არასწორად განმარტა და ეს დავასაბუთე აგერ ბიბლიიდან, კონკრეტულად ეს ადგილი წავიკითხე, სადაც თვითონ უფალი განმარტავს ამ ღვაწლისა და ყანის იგავს. თვითონ მან განმარტა თავის მოწაფეებს და ასევე ჩვენც, ვინც ვკითხულობთ ბიბლიის აი ამ ადგილს ჩვენც განგვიმარტავს და ჩვენც მკითხველები ვართ ქრისტეს მოწაფეთა ადგილას და არა იმ ხალხის ადგილას, ვისაც იგავი უთხრა და არ განუმარტა. იმას თავისი მიზეზი ჰქონდა, რატომ არ განუმარტა იმ ხალხს და უკვე მოწაფეებს რომ განუმარტა, ჩვენც ხო ამას ვკითხულობთ და ჩვენც ხო იმ მოწაფეების ადგილას ვართ. მოკლედ, ამ ვიდეოს ქვეშ Facebook-ზე ერთმა ქალბატონმა კომენტარი დამიწერა, ეხლა ამ კომენტარსაც გაჩვენებთ და შემდგომ დაელოდეთ ჩემს პასუხსაც ამასთან დაკავშირებით. უფრო ვრცელ პასუხს დაელოდეთ და ჩემი სურვილი არის ის, რომ ამ ქალბატონისთვისაც სასარგებლო იყოს ეს ვიდეო და ასევე სხვა იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მის მსგავსად ფიქრობენ, ან იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ჯერ ეს არ უფიქრია და იქნებ ეხლა დაფიქრდეს და ბიბლიას მოკიდოს ხელი, ისწავლოს და არ კონდეს ის აზრი თავში, რომ აი ბიბლიის სწავლა არ არის აუცილებელი. აუცილებელი არის იესო ქრისტეს სწავლების შესწავლა, რომელიც სწავლებაც ჩაწერილი არის დღეს ბიბლიას რო ეძახით, ბერძნულ ენაზე არის ეს ბიბლია. ესე იგი, აუცილებელი არის ღვთის წერილის შესწავლა, ბიბლიის შესწავლა, იმისათვის, რომ ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს სახარება შევისწავლოთ, თვითონ ეს სახარებაც ამ წერილშია მოთავსებული, რა არის ქრისტეს სახარება, რატომ მოვიდა უფალი იესო, რა სასიხარულო ამბავი მოგვიტანა ადამიანებს, რა გვახარა და რისი ქადაგება დაავალ ასევე თავის მოციქულებსაც და შემდგომ რისი ჩაწერა უბრძანა. ეს რომ დაიწერა, ესეც უფლის მიერ არის ნაბრძანები და უფლის სწავლება არის ჩაწერილი ამ წმინდა წერილშიც. კარგით, ახლა ნახეთ ეს კომენტარი და შემდგომ დაელოდეთ ჩემს ვრცელ განხილვას. ქალბატონი თამარ კლდიაშვილი წერს, რომ ქრისტეს ნათქვა მიგავებსო თვითონ მისი მოსწავლეებიც ვერ გებულობდნენ ზოგჯერო. ამიტომ ჩვენც გვჭირდება ეს განმარტება მოვისმინოთ პატიოსანი მოძღვრისგან და არა ფარისევლისგანო. ეს კომენტარი დამწერა დოროთე ყურაშვილის საუბრის განხილვის ვიდეოს ქვეშ, სადაც მე განვიხილავ იმას, რომ დოროთე ყურაშვილმა ყანისა და ღვაწლის იგავი არასწორად განმარტა და ბიბლიიდან წავიკითხე თვითონ უფალი როგორ განმარტავს ყანისა და ღვაწლის იგავს. სანამ ამ კომენტარს წაგაკითხებდით, მანამდეც ვთქვი, რომ ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც თუნდაც ვერ გებულობდნენ ქრისტეს მიერ ნათქვამ ამ ღვაწლისა და ყანის იგავს, თავად უფალმავე განუმარტა ცალკე მყოფ მოწაფეებს, რას ნიშნავს ეს ყანა, რომ ეს ყანა არის ქვეყანა, ეს მთელი მსოფლიო, ესე იგი ძველ ქართულად ქვეყანა ეწოდებოდა მთელს პლანეტას, ესე იგი ქვეყანა, ქვემოთ, ხო ეს ქვემოთ, აი აქ რაც არის მთელი მსოფლიო, მთელ მსოფლიოს ეწოდებოდა ქვეყანა და დღევანდელობაში ქვეყანას ვეძახით უფრო კონკრეტულ ერთეულებს, მაგალითად საქართველოს ცალკე ქვეყანა, რუსეთი ცალკე, აზერბაიჯანი ცალკე, სომხეთი ცალკე, თურქეთი ცალკე და შეერთებული შტატები ცალკე და ასე, მაგრამ ადრე ასე არ იყო. ადრე მთელს ქართულ ენაში მთელ
მსოფლიოს ეწოდებოდა ქვეყანა. ხო და აი ეხლა ზუსტად ამ ქალბატონმა რაც თქვა, რომ მოძღვარი გვჭირდებაო, რომ განგვიმარტოსო, ეს არის არასწორი. იმიტომ რომ ეს ქალბატონი გულისხმობს რომელიღაცა ადამიანს, რომელიც მოძღვრად უნდა ყვავდესო და მან უნდა განგვიმარტოსო. ეს არასწორი იმიტომ არის, რომ მოძღვარი თვითონ უფალი იესოა და მან თავის მოციქულებს მისცა სულიწმინდა, რომ წასულიყვნენ ისინი და იესო ქრისტეს სწავლება გაევრცელებინათ მთელს მსოფლიოში და ამავე დროს წერილიც უფლის ბრძანებით დაიწერა და ეს ქრისტეს მოციქულებმა სულიწმინდით წერილში დაამოწმეს იესო ქრისტეს შესახებ და იოანე მოციქული წერს, რომ ეს იმიტომ დაიწერა, რომ ესე იგი იესო ქრისტეს ირწმუნოს მკითხველმა და ვინც ირწმუნებს, ექნება სიცოცხლე იესო ქრისტეს სახელით. კონკრეტულად წერილის დაწერის მიზანიც თვითონ ამ ბიბლიაშივე არის დაწერილი, რომ ჩვენ მკითხველები, ვინც ამას ვკითხულობთ და გვწამს, ვინც კითხულობთ იესო ქრისტეს შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაციას და გვწამს, გვჯერა, აი ჩვენ გვექნება სიცოცხლე იესო ქრისტეს სახელით. და შესაბამისად დღევანდელობაში ამავე დროს დღევანდელობაში უფალი გვასწავლის მხოლოდ ამ წმინდა წერილით და უფალი არ ეცხადება ამა თუ იმ ადამიანებს და არ ეუბნება, რომ აი ესა და ეს ასწავლეო სხვა ადამიანებსო. დღეს რამდენი რელიგიური ორგანიზაცია, მრავალი რელიგიური ორგანიზაციაა, მათ შორის არიან ეს საპატრიარქოს ორგანიზაციაც, რომელმაც თავის სწავლებას მართლმადიდებლობა დაარქვა, მაგრამ ეს მოსატყუტყუებლად არის ეს, რომ ესე იგი, როგორც უფალმა თქვა, რომ მისი სახელით მრავალნი მოვიდოდნენ ცრუ წინასწარმეტყველები, სასწაულებსაც მოახდენდნენ. ასევე ქრისტეს მოციქულმა პავლემ მილეტის კრებაზე ეფესოელი ხუცესები გააფრთხილა, რომ ჩემი წასვლის შემდეგო შემოგესევიან მძვინვარე მგლებიო, მგლებს უწოდებს ცრუ მოძღვრებს. და თქვით თქვენგანო აღდგებიან კაცნიო, რომლებიც უღმართად ილაპარაკებენო. აბა მილეტის კრება თქვენგან ეხლა ვინც მე მისმენთ, რამდენმა იცით ეს ამ მილეტის კრებაზე, მილეტის კრების შესახებ ინფორმაცია ბიბლიაში რა ადგილას არის დაწერილი, იცით? წაგიკითხავთ, გახსოვთ? ვისაც წაგიკითხავთ, გახსოვთ? და მით უმეტეს ვისაც არ წაგიკითხავთ. აბა საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლებიდან, მონოზვნებიდან, ბერმონოზვნებიდან და საპატრიარქოს ორგანიზაციის რომელიმე მღვდლის პირიდან, თუნდაც თეოდორე გიგნაძის პირიდან თუ მოგისმენიათ მილეტის კრების შესახებ რაიმე ინფორმაცია. უხსენებია, რომ აი მილეტში პავლემ მოიწვია ქალაქ ეფესოში მცხოვრები ქრისტიანთა ზედამხედველები და რა უთხრა მათ. იცით ეს? მე პირადად არც გიგნაძისგან მომისმენია ეს და არც რომელიმე მისი კოლეგა ცრუმარქვია მღვდლისგან. არ მომისმენია ეს, თქვენ თუ გაქვთ, აბა ეს მოსმენილი. ან თუ გაქვთ მოსმენილი იერუსალემის კრების შესახებ და რა დაადგინეს იქ სულიწმინდამ და ქრისტეს მოციქულებმა. აბა თუ გაქვთ ეს. კონკრეტულად მილეტის კრებაზე ინფორმაცია ჩაწერილი არის ბიბლიაში, საქმეების ურეთ, ვისაც აქამდე ბიბლიასთან შეხება არ გქონიათ, დაგიკონკრეტებთ და აი ზუსტად ეს ადგილი მოძებნეთ და ვისაც შეხება გქონიათ, ნუ გაგიკვირდებათ და ნუ მოგბეზრდებათ ჩემი ასეთი დაწვრილებითი გადმოცემა, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება იცით, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომ არ იციან და შეიძლება ეხლა მისმენდეს რომელიღაცა 15 წლის გოგონა, 15 წლის ახალგაზრდა ბიჭი და ბევრი რამ იმან არ იცოდეს და მინდა რომ აი ასე მივაწოდო დაწვრილებითი ინფორმაცია და მათთვის
ვიძახი აი ასეთი ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვისაც და არა ახალგაზრდებისთვისაც, უფრო ხნიერებისთვისაც, ვისაც ბიბლიასთან არ ჰქონია ისეთი ახლო შეხება. ბიბლიის სარჩევში მოძებნეთ, ესე იგი, ბიბლიის სარჩევში მოძებნეთ მათეს სახარება, ლუკას სახარება, მარკოზის სახარება, იოანეს სახარება ამ ჩამონათვალში და აი მაგის შემდეგ, ესე იგი, მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს შემდეგ მოდის საქმეები. შეიძლება ზოგი ბიბლიის სარჩევში ეწეროს მოციქულთა საქმენი ან პირდაპირ საქმეები. გადაფურცლეთ საქმეების ადგილას ბიბლია და მოძებნეთ საქმეების მე-20 თავი. და აქ მე-20 თავში ჩაწერილი არის მილეტის კრების შესახებ. იქ სხვა რაღაცებიც არის დაწერილი, მაგრამ მთელი ეს თავი წაიკითხეთ და მიხვდებით თქვენ თვითონვე ბოლო ნაწილი, ესე იგი ამ მე-20 თავის მეორე ნაწილი არის, სადაც საუბარია იმაზე, რომ პავლე მოციქულმა მილეტში ყოფნის დროს მოიწვია ეფესოელი ხუცესები და მათ აი რა უთხრა, მათ ბოლო სიტყვა უთხრა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ვეღარ შეხვდებოდა და ასე ვთქვათ, ბოლო დარიგება უთხრა მათ და ამ დარიგების დროს პავლე მოციქულმა მათ უთხრა ასეთი რამ, რომ ესე იგი, ჩემი გასვლის შემდეგო მე როცა დაგშორდებითო, შემოგესევიანო მძვინვარე მგლებიო, ცრუ მოძღვრებს ეძახის ამ მძვინვარე მგლებს, რომლებიცო სამწყსოსო არ დაინდობენო და თვით თქვენგან აღდგებიან კაცნი, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენო. და რაშია ახლა აქ საქმე? ამ შემთხვევაში პავლე მოციქულმა, ამ შემთხვევაში ჩვენ ღმერთმა აი ეს ამ კრებაზე პავლეს ნათქვამი გაფრთხილების სიტყვა ჩვენც გაგვაგებინა, რითაც ჩვენ გვაგებინებს აი იმას, რომ თვით ქრისტეს მოციქულთაგან ხელდასხმული ხუცესებიც კი უკვე აღარ იყვნენ უპირობოდ სანდოები, არამედ თუკი რომელიმე მათგანი დაილაპარაკებდა ისე, რომ ქრისტესა და მისი მოციქულების ნასწავლის საწინააღმდეგოდ ილაპარაკებდა ან რაღაცა ნიუანსებში გადაუხვევდა, ქრისტიანები ამ შემთხვევაში უნდა დაყრდნობოდნენ ღვთის წმინდა წერილს და ასეთი ხუცესებისთვის არ მოესმინათ. შეიძლება ასეთ ხუცეს ეთქვა, რომ აი მე პავლე მოციქულისგან ხელდასხმული ვარ, კაცო, როგორ არა, მე არ უნდა მომისმინოთ, თქვენ მე მასწავლით, პავლე რას მასწავლიდა? წმინდა წერილს ენდობით და მე უშუალოდ ქრისტეს მოციქულთაგან ხელდასხმულს არ მენდობით? ხო, შეიძლება ესე ახლა აი ასეთი აი ასე რომ შევიდე თუნდაც ჩემი იმით, რა ქვია, ფანტაზიით, ხო, ასე ვთქვათ, რომ შესაძლებელი არის, რომ ვიღაცას აი ასე ეთქვა. რატო ვიძახი ამას, რომ ეს პირდაპირ ბიბლიაში ჩაწერილი არ არის, მაგრამ გარკვეული გაგებით აი ფანტაზია რომ მოვიშველიოთ, ოღონდ ეს ფანტაზია არ არის მთლად, ასე ვთქვათ, ეს ფანტაზია ტყუილზე დაფუძნებული არ არის, არამედ ეს დაფუძნებული არის თუნდაც აი იმ რეალობაზე, რაც დღეს საპატრიარქოს ორგანიზაციაში ხდება. ზუსტად ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია არის ის ორგანიზაცია, რომელიც ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს სწავლებას არ მისდევს, ბევრ ამაში ამახინჯებს, ბევრ ამას ქრისტეს სწავლებიდან იპარავს და ბევრ რამეს სატანურ სწავლებას ურევს და აი ამ ნარევს დაარქვა მართლმადიდებლობა და ზუსტად ეს ორგანიზაცია არის ის ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ აი ჩვენ ქრისტეს მოციქულთაგან
დასხმულები ვართ და ეს უწყვეტი ჯაჭვით გადმოგვეცაო და ჩვენ 60 ქულო ეკლესია ვართო და უნდა დაგვიჯეროთო. აი ამიტომ რომ აი ეს უწყვეტი ჯაჭვიო, ესაო და ყავთ ამათ თავიანთი პროპაგანდისტები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ და ზუსტად პავლე მოციქულის აი ეს სიტყვები, ეს გაფრთხილება ღმერთმა იმიტომ შემოგვინახა, რომ ფრთხილად ვიყოთ და არავის ვენდოთ აი ასე უპირობოდ. ესა თუ ის ესე იგი ნებისმიერი დღევანდელობაში ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ღვთის სწავლებას არ მიჰყვება, ან რაღაცას იზიარებს და რაღაცას არ იზიარებს და თვითნებურ გამოგონილ სწავლებას გვთავაზობს, ასეთ ორგანიზაციას არ უნდა ვენდოთ და ზოგადადაც აუცილებელია იმის თქმა, რომ ღმერთი დღეს უკვე ღვთის თავისივე წერილიდან გვასწავლის და აი იმას უნდა მოვუსმინოთ. ღმერთი ჩვენ არ გვეუბნება იმას, რომ ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში მიდითო და იმას მოусმინოთო, თუ არა და მე არ მიგიღებთო და ჯოჯოხეთში მოხდებითო, ასეთ რამეს არ გვეუბნება. არიან დღეს ისეთი რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ბიბლიიდან იყენებენ ერთ ადგილს დამახინჯებით, ესეც, რომელიც დამახინჯებით იყენებენ ბიბლიის იმ ადგილს, სადაც დაწერილი არის, რომ ნუ მიატოვებთო თქვენს შესაკრებელსო. ეს ქრისტიანთა მიმართ იყო მიმართული პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ წერილში წერს ქრისტიანებს, რომ ნუ მიატოვებთო თქვენს შესაკრებელსო. და იმ დროს, როცა ამას წერდა, იმ დროს ეს სასიკეთო იყო, იმიტომ რომ ჯერ ერთი რატომაც არა, რომ ქრისტიანები ერთად იკრიბებოდნენ, მაგრამ აი იმ დროის სპეციფიკა განსხვავებული იყო დღევანდელი დროის სპეციფიკისაგან იმ თვალსაზრისით, რომ იმ დროს ქრისტეს მოციქულები ჯერ კიდევ თავიანთი პირით ან წერილებით ასწავლიდნენ ნაკლებად მცოდნე ქრისტიანებს და იმ დროს ჯერ ახალი აღთქმის წერილები სრულად არ იყო დაწერილი, ესე იგი ბიბლიის ეს მთელი 66 წმინდა წერილი ჯერ ბოლომდე დაწერილი არ იყო და რა თქმა უნდა, მე რომ იმ დროში მეცხოვრა პირველ საუკუნეში, ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა ის, რომ ზუსტად იმ ქრისტიანულ გაერთიანებაში ყოფილიყავი, სადაც პავლე აგზავნიდა ხოლმე წერილებს, რომ იმისათვის, რომ მეც ეს წერილი წამეკითხა და ეხლა მე იმ დროს რომ ყოფილიყავი და მე თქვა, რომ არ მინდა პავლე მოციქულთან ურთიერთობა, ცალკე მინდა მეთქი ყოფნა, ეს არაგონივრული იქნებოდა, იმიტომ რომ შეიძლება მე იმ დროს ქრისტესი მერწმუნა, მაგრამ ნაკლებ მცოდნე ყოფილიყავი და ჩემთვისაც აუცილებელი იყო, რომ იმ წრეში მეტრიალა, სადაც ტრიალებდნენ თვითონ ქრისტეს მოციქულებიც, რომ მათგან გამოგზავნილი წერილი მეც წამეკითხა და უცოდინარი არ დავრჩენილიყავი. ხო და ამ პავლე მოციქულის აი ამ რჩევას, რომ ნუ მიატოვეთ თქვენს შესაკრებელსო, არასწორად იყენებენ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები და ეს მომისმენია იეჰოვას მოწმეებისაგანაც, რომ აი ნუ მიატოვეთ თქვენს შესაკრებელსო, ხო წერიაო, ესე იგი სადღაც უნდა შეიკრიბავო, ხო? ესე იგი და სად იკრიბებიო შეენო, ხო შეიძლება ასე ვიღაცამ მე შემეკითხოს. მაგრამ უყურეთ ახლა ფსალმუნებში დაწერილი არის აი ასეთი რამ, რომ ესე იგი აუყიათა საკრებულოზეო ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უხთოთა რჩევას, არზის აუყიათა საკრებულოშიო. ნახეთ, არზის აუყიათა საკრებულოშიო. ესე იგი არის წმინდა ქრისტიანების საკრებულოც შეიძლება იყოს და ამავე დროს შეიძლება იყოს აუყიათა საკრებულოც. და ეხლა მე სად ვეძებო,
ქრისტიანები აი ასე რომ ეხლა დავიწყო მოძებნა და მივიდე ჯერ ერთთან, მერე მეორესთან, მესამესთან და შემოვიარო ეს აუარება ამდენი რელიგიური ორგანიზაცია, რომლებიც ბევრნი არიან და მთელი ჩემი სიცოცხლის წლები არ მეყოფა იმისათვის, რომ ყველა ეს ორგანიზაცია მცირე თუ დიდი ჯგუფი შემოვიარო და დავადგინო რომელია სწორი და რომელი არ არის ავყიათა საკრებულო. გარკვეული რაოდენობისა შეიძლება შემოვიარო, მაგრამ დანარჩენებს თუ გამოვტოვებ, მე არ მეცოდინება ის დანარჩენები როგორები არიან, ხო? არ მეცოდინება. და ამავე დროს მე თუ საღვთო წერილი არ ვისწავლე, შესაბამისად მე არც მეცოდინება რაზე დავეყრდნო, როცა მინდა იმის გაგება, ესა თუ ის რელიგიური ორგანიზაცია მისდევს თუ არა ღვთის სწავლებას. ესეც ამასაც ვერ გავიგებ თუ ბიბლია არ ვიცი. ესე იგი, სწორი გზა არის ის, რომ საღვთო წერილი შეისწავლოს თითოეულმა ადამიანმა. სხვა შემთხვევაში სწორი გზა არ არის ის, რომ დავადგეთ ჩვენ და გურა მოთხოზორიასავით შემოვიაროთ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები და რა გურა მოთხოზორიამ ყველა რელიგიური ორგანიზაცია შემოიარა? არა. იგი ამას ვერ მოახერხებდა, მაგრამ ესე დადგა და მივიდა იმათთანაც და ეხლა ჯერჯერობით გაჩერებული არის ამ საპატრიარქოს ორგანიზაციაში. და მას ეს კი არ უნდა გაეკეთებინა, ღვთის წერილი თავიდან ბოლომდე უნდა ესწავლა და რასაც ღმერთი გვასწავლის, იმისთვის უნდა დაეჯერებინა. და მე და ჩვენ ბიბლიის წამკითხველებს ღმერთი არ გვასწავლის იმას, რომ თუ ამა თუ იმ ჯგუფთან არ მიხვალ, შენ ჯოჯოხეთში მოხვდებიო. თუ ამა თუ იმ ჯგუფში არ იქნები, შენ ჯოჯოხეთში მოხვდებიო. ამას უფალი იესო ქრისტე არ გვასწავლის. უფალი გვასწავლის იესო ქრისტე გვასწავლის თავისადმი რწმენას, იესო ქრისტესადმი მოსმენასა და რწმენას გვასწავლის და ამავე დროს მისი მოციქულებიც აი ამას გვასწავლიან. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მეორე წერილში ქრისტეს სწავლებაზე ამბობს, რომ ჩვენ ესე იგი ჩვენ მოციქულებსო ეს საუნჯე დაგვაქვსო თიხის ჭურჭლებითო, რათა ჩვენგან კი არ იყოსო ეს, არამედ როგორც სინამდვილეში არის, ღვთისაგან არის ეს ღვთის სწავლება. პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, რომ ქრისტეს სწავლება, რომელსაც იგი ავრცელებდა, იყო არა მოციქულთაგან, არამედ ქრისტესაგან იყო. ხო და ამავე დროს პავლე მოციქული რომში მყოფ ქრისტიანთათვის გაგზავნილ წერილში ძალიან კონკრეტულად წერს იმას, რომ რწმენა არის მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა არის ქრისტეს სიტყვისაგან. ესე იგი, ქრისტეს სიტყვებს უნდა მოусმინოს ადამიანმა, ირწმუნოს და აი ეს რწმენა არის ნამდვილი. პავლე მოციქული ამბობს, რომ მე არ მწვენია სახარებისო, რადგან იგი არის ძალა ღვთისა ყოველი მორწმუნის ხსნელიო. პავლე მოციქული არ ამბობს აი იმას, რომ თუ ფიზიკურად მე არ მომეწებეთ და ჩემთან ერთად არ შეიკრიბეთ ყოველ კვირა, თქვენ ვერ გადარჩებითო. ამას არ ამბობს და ამავე დროს აგერ პავლე მოციქული მოგზაურობდა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს უქადაგებდა ღვთის სახარებას, აი ამ სასიხარულო ამბავს და პავლე მოციქული არ იყო გაჩერებული მხოლოდ ერთ ადგილას. და აგერ ეფესოელ ხუცესებს ისიც კი უთხრა, რომ ამიერიდან ვეღარ მიხილავთო და რა ის ქრისტიანები, ვინაიდან პავლესთან ასეთი პირადი შეხება, ესე იგი გარეგნული შეხება აღარ ექნებოდათ, რა ქრისტიანები ვერ დარჩებოდნენ, დარჩებოდნენ, ხო, მათ ჰქონდათ ქრისტეს სწავლება, პავლე მოციქული წლების განმავლობაში ასწავლიდა მათ და აი აგერ ღმერთმა წერილებიც დააწერინა მოციქულებს, რომელი
წერილებიც დღეს საერთო არის, საერთო ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, ყველა ადამიანისთვის საერთოა და დღეს ყველა ადამიანი იესო ქრისტეს შესახებ ინფორმაციას ღებულობს ბიბლიიდან. მაგალითად, რო ვთქვათ აი ასეთი რამ, დღეს არ არის ისეთი ადამიანი, ვისაც იესო ქრისტე პირადად ეცხადებოდეს და პირადად ელაპარაკებოდეს. ასეთი ადამიანი დღეს არ არის. იმიტომ რომ დღეს ბიბლია ნათარგმნი არის ქართულადაც, ბევრი ვერსია არის ქართულად ნათარგმნი ბიბლიების და სხვადასხვა ენებზე ნათარგმნია და ღმერთი ბიბლიიდან გვაწვდის თავის სწავლებას, თავის ინფორმაციას და ეხლა ეს არის სწავლო და თქვა, თავი დაიკომპლექსო, დაიკნინო, დაიმცირო, დაიპატარაო და თქვა ის, რომ აი მოძღვარი მჭირდება, რომ რაღაცა განმიმართოს, ეს არასწორია, იმიტომ რომ შენ მოძღვარი არ უნდა ეძებო ადამიანებში, ვინაიდან მოძღვარი არის უფალი იესო ქრისტე, რომელიც თავისი წერილიდან გვმოძღვრავს და გვასწავლის და წლები ისე გავიდეს, ისე შეხვიდე ასაკში, რომ ბიბლია არ ისწავლო და თავს იმცირებდე აი იმ დონემდე, რომ ესე იგი მე ვიღაცა განმარტებელი ჭირდებაო, მოდი ჯერ ბიბლია ისწავლე, აბა რა დრო არ გქონდა იმისათვის, რომ ბიბლია გესწავლა და თუ ბიბლია არ გისწავლია, რა იცი, რომ შენ ვიღაცა ადამიანი გჭირდება მოძღვრათა და განმამარტებლად, რა იცი. თუ შენ ბიბლია არ ისწავლე და ღვთის ორიგინალ სიტყვას არ გაეცანი, შენ არ გეცოდინება ესა თუ ის ადამიანი სწორს გელაპარაკება თუ არასწორს. არ გეცოდინება ეს. ბიბლიაში უფალი იესო ქრისტე, ბიბლიით უფალი იესო გვაწვდის ინფორმაციას თავის შესახებ, ვინ არის იგი, რატომ მოვიდა წუთის სოფელში, რა სასიხარულო ამბავი გვახარა ადამიანებს და როგორ შეიძლება ჩვენი გადარჩენა ცოდვისგან ხსნა, ასევე სიკვდილისგან და უფლისა და ღვთის იესო ქრისტეს სამეფოში შესვლა, ესე იგი ღვთის სასუფეველში შესვლა. სწორედ იესო ქრისტემ, უფალმა იესომ ჩვენ ადამიანებს მოგვიტანა სასიხარულო ამბავი, სასიხარულო ინფორმაცია, სახარება იმის შესახებ, რომ მან აიღო ჩვენი ცოდვები, ვინაიდან ჩვენ არ შეგვეძლო ცოდვისგან განთავისუფლება, ცოდვისგან თავდახსნა, ჩვენ დამოუკიდებლად არ შეგვეძლო ეს და უფალმა იესომ თავის თავზე თვითონ იტვირთა ჩვენი ცოდვები, ჯვარს მიალურსმნა, თავისი სისხლით ჩამოგვრეცხა და მან თავისი სხეული შესწირა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, რომ ცოდვისგან გამოვესყიდეთ, მოკვდა ამისათვის, მასთან ერთად ჩვენი ძველი კაციც მოკვდა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ყველა ადამიანს მოუწოდებს მონანიებისკენ, აღიარებისკენ, რომ ესე იგი ყველა ადამიანს უფალი იესო მოუწოდებს, რომ მისგან ნაქადაგარი ეს სასიხარულო ამბავი, სასიხარულო ინფორმაცია, რომ მან აიღო ჩვენი ცოდვები და ჩვენს გამო მოკვდა აი ამ ამბის, მოკვდა და აღდგა აი ამ ამბის დაჯერებისკენ, იესო ქრისტესადმი რწმენისკენ მოუწოდებს ყველა ადამიანს მოუწოდებს აი ამ სახარებისადმი რწმენისკენ და გვეუბნება, რომ ვინც მას ირწმუნებს, მართლაც მიეტევება ცოდვები იესო ქრისტეს სახელით, ხოლო ის ადამიანი, ვინც არ ირწმუნებს, მას არ მიეტევება ცოდვები და იგი ისევ დარჩება ცოდვაში. ვინც ადამიანი, რომელიც იესო ქრისტეს სწავლებას ირწმუნებს, იგი ქრისტეს სისხლის მიერ იქნება განწმენდილი და უკვე მას აღარ ეწოდება ცოდვილი, არამედ უკვე ეწოდება წმინდანი. და ეს წმინდანობა
არ არის ადამიანის საქმეებზე დამოკიდებული. ჩვენ თავს ვერ გადავირჩენდით, ჩვენ თავს ვერ გავწმენდავდით. იესო ქრისტემ გაგვწმინდა თავისი სისხლით და აუცილებელი არის რომ ეს ადამიანმა ირწმუნოს. თუ ირწმუნებს, განწმენდილი იქნება, თუ არ ირწმუნებს, იგი განწმენდილი არ იქნება, ისევ ცოდვაში დარჩება და საბოლოოდ ღმერთს დაშორდება და ღვთის რისხვა დარჩება მასზე. ხოლო ის ადამიანები, ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებენ, ისინი მშვიდობაში შევლენ ღმერთთან და სწორედ უფალმა იესომ გვახარა მშვიდობა. მანამდე ჩვენ სანამ ქრისტიანები გავხდებოდით, სანამ იესო ქრისტეს ვირწმუნებდით, მანამდე ღმერთთან მტრობაში ვიყავით, ხოლო უფალმა იესომ ეს მტრობა განაქარვა, გააუქმა და მშვიდობა გვახარა ჩვენ. აი იესო ქრისტეს შესახებ ინფორმაცია, ვინ არის იგი, რა გააკეთა მან, ჩაწერილი არის ბიბლიაში, ღვთის წმინდა წერილში და ეს უნდა დღევანდელობაშიც ადამიანმა წაიკითხოს და პირდაპირ აი აქედან მიიღოს სასიცოცხლო აუცილებელი ინფორმაცია. აი ამას ვუსურვებ თითოეულ მსმენელს, ვინც ახლა ისმენს, ან ვინც ზოგადად მოусმენს ამ ჩემს ვიდეო ჩანაწერს, გისურვებთ სიცოცხლეს, გადარჩენას, გისურვებთ იესო ქრისტეს წერილის შესწავლას და იესო ქრისტესადმი რწმენას, რათა თქვენც ისევე შეხვიდეთ სიცოცხლეში, როგორც აის მონანიე ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც აღიარა თავისი ცოდვილობა და იესო ქრისტე მიიღო თავის მხსნელად. აი ამაშია საქმე იმ ჯვარცმულ ავაზაკს, არც რაიმე რიტუალი ჩაუტარებია, არც მღვდელი ყოლია და ზოგადად ქრისტეს მოციქულებს მღვდლები, სარიტუალო მღვდლები არ დაუდგენიათ. ის ქრისტეს მოციქულთაგან ხელდასხმული ხუცესები, იგივე ეპისკოპოსები. ეპისკოპოსი არის ბერძნული სიტყვა, ქართულად ნიშნავს ზედამხედველს. ის ეპისკოპოსები არ იყვნენ სარიტუალო მღვდლები, არც ტაძრებს აშენებდნენ, არც მირონს და საკმეველს ამზადებდნენ და არც მოიხმარდნენ. გისურვებთ რომ მთელი ბიბლია ისწავლოთ, წაიკითხოთ, ისწავლოთ და ღმერთს დაუჯეროთ.